რა არის მაგალითად ჩვეულებრივი სიტყვა მამა, დედა, შვილი, ქმარი, ცოლი, ძმა და ეს არის უბრალო სიტყვები. ძმაკაცი, დაქალი, ეს არის უბრალო სიტყვები. უსულო მატერიალური სიტყვები არა, უსულო სიტყვები, რომელიც გამოხატავენ რაღაცა პოზიცია ოპოზიციას თამაშის პოზიცია ოპოზიციას კი არა და იმას რა ქვია ურთიერთობების არა ბიოლოგიური აი მატრის მასკარადულ პოზიცია ოპოზიციას გამოხატავს ანუ ქალის მხარეს გამოხატავს კაცის მხარეს გამოხატავს ძმაკაცის მხარეს და ქალის მხარეს რაღაცა ემოციას გამოხატავს და დაარქვეს ეს არის ჩვეულებრივი სიტყვები დედა არის ჩვეულებრივი სიტყვა მამა არის ჩვეულებრივი სიტყვა უსულო სიტყვა მაგრამ როდესაც ამ სიტყვებში ვდებთ ემოციებს ეს უკვე ენერგიებს ავდებთ ხო რაღაცას ხო აი დედა მიყვარს მამა მიყვარს ანუ დედოდ გავიზარდე ანუ მამოდ გავიზარდე ხო და ნერვიულობს ამაზე ადამიანი ხო ზოგი უდედოდ გაიზარდა უმამოდ გაიზარდა დიდი რამე არაფერი მაგაში ის არ არის რა ქვია არც მინუსი არც პლუსია ყველა ადამიანი თვითონ არის თავის დედას თავის მამაც ყველა ადამიანის ენერგიებში დევს ქალის ენერგიებიც კაცის ენერგიებიც ანუ მამური ენერგიებიც დედური ენერგიებიც როგორც გვინდა დავარქვათ ამას მამული ენერგიები დედური ენერგიები ძმაკაცური ენერგიები დაკალური ენერგიები დურიძმური ენერგიები დავარქვათ ამათ ხო დედური ენერგიები მამური ენერგიები ქალური ენერგიები კაცური ენერგიები დევს თითოეული ადამიანის შემოქმედებაში თითოეული ადამიანის ბუნებაში თითოეული ადამიანის ბიოსისტემის სტრუქტურაში და სულიერ სტრუქტურაშიც ხო და ამაზე ნერვიულობა სისულელია ზოგს რო ყავს დედა და მამა იმის ესეთი დედა და მამის ყოლას ჯობს არ მყავდესო იტყვიან ხოლმე ზოგიერთი ისეთი დედა და მამა არის ეხლა რა არის სიტყვა და რა არის სიტყვა ძმა სიტყვა და სიტყვა ძმა არის ჩვეულებრივი სიტყვა როდესაც ამაში ვდებთ ენერგიებს ხო გამოდის რაღაცა ფორმას ვაძლევთ რო აი ჩემი ძმა აი ჩემი და აი და არა მყავს და როგორ მინდა მყავდეს და ან ძმა არა მყავს და როგორ მინდა მყავდეს ძმა თითოეული ადამიანი არის თავის დას თავის ძმაც ძმაკაცი და ქალი რა არის პირველ ეს უბრალოდ სიტყვები არის უბრალოდ ადამიანს მეორე ადამიანს სხვა ადამიანი მიგაჩნია დაქალად ძმაკაცად მაგრამ თითოეული ადამიანი თავის პირველი დაქალი და პირველი ძმაკაცი და ეს ენერგიები ჩვენში არის თვითონ ჩადებული და ადამიანი როდესაც დაუშვათ დას არცემს პატივს არ შვილს არცემს პატივს არ სხვა ადამიანს რო არცემს პატივს ესე იგი ის პირველ რიგში თავის ენერგიებს იმ ენერგიებს არცემს პატივს რასაც ქვია დის ენერგიები დედის ენერგიები შვილის ენერგიები აი იმ ენერგიებს არ ასცემს ის თვითონ პატივს ეს ჩისტოტებს უროვნებს არ ასცემს იმას პატივს ეხლა ეს ცხოვრებისეული ბიოლოგიური ბიომატრიცული უროვნები ბიოლოგიურ ბიომატრიცულ ჩისტოტებს დავარქვით ენერგიებს იერარქიულ ენერგიებს ბიობოტურ ენერგიებს ურთიერთობების ენერგიებს დაარქვეს ესეთი სიტყვები დედა ძმა და პატარა დიდი მაღალი უფროსი აი ვინც პატარას ჩაგრავს ხო დაუშვათ ხო იმ თავის პატარის ყველა ადამიანში დევს პატარა ემოციები პატარა ის ბავშვური ემოციები და დიდი კაცური ემოციები წადევს ადამიანში ბევრი პატარა ბავშვი ბევრი უფროს კაცზე მეტად სერიოზულია
მე დამინახია ბავშვები, რომ ძალიან სერიოზულები არიან და დამინახიან ძალიან დიდები, რომ ბავშვზე უარესი ცელქები არიან და ბავშვზე უარესი ღლაბუცები არიან და ბავშვზე უარესი არასერიოზულები არიან. ამიტომ აი ადამიანმა თავის რაღაცა ჯერ პირველ რიგში თავის ჩისტოტებს უნდა სცეს პატივი და უნდა განაცხადოს, რომ მე ჩემი თავის დედის ჩისტოტაც მიყვარს, მამის ჩისტოტაც მიყვარს, მამის კი არა, სხვისი კი არა, მე ჩემში რაც არის ჩადებული, ჩემ ხასიათში რაც არის ჩადებული, მამული ჩისტოტა, დედური ჩისტოტა, დური ჩისტოტა, ძმური ჩისტოტა, ძმაკაცური და ქალური ჩისტოტა, პატარული ჩისტოტა, უფროსული, უმცროსული ჩისტოტა, თანამშრომლური ჩისტოტაც მიყვარს და ასევე კოლექტიური თანამშრომლური ჩისტოტაც მიყვარს და სამეზობლო ჩისტოტაც მიყვარს. მეზობერი, მაგრამ მეზობერი რა არის, უბრალოდ სიტყვა არის, მაგრამ მეზობერი დავარქვით სხვა იმას, სხვა ურთიერთო, სხვა რაღაცას, ვიღაცას, სხვა რაღაცას ბიობოტურ ურთიერთობაში ჩამოვაყალიბეთ ასეთი იერარქიები, ასეთი სიტყვები, ხო? რომ ეს არის შინაური, ეს არის გარეული, ეს არის ნაცნობი, ეს არის უცნობი და ასე შემდეგ, მაგრამ ეს ყველაფერი რა არის? რა არის და რაღაცა ურთიერთობების ბიობოტურ ურთიერთობების რაღაცა ემოციურ რაღაცა იერარქიულ რაღაცა ჩისტოტებს უროვნებს დავარქვით ასეთი სახელები, მაგრამ ეს ყველაფერი არის ჩადებული ჩვენს თითოეული ადამიანის ბიოსისტემაში. ეხლა უყურე ჩემ ბიოსისტემაში ჩემი მეზობლები ვინ არიან? პირველი ჩაკრა, მეორე ჩაკრას ემეზობლება, მეორე მესამეს, მესამე მეოთხეს. ჩემი ტონკი წელები, ჩემი ჩისტოტები, ჩემი კოსმოწელები, ჩემი ვაპლაშენიები, ფანტომური წელები, ჩემი მანდარები, ეს არის ჩემი მეზობლები. თითოეულ ადამიანს ჩადებული აქვს ჩემი საზნანია, ჩემი სული, ჩემი რა ქვია, ბიოსისტემა, ესენი არიან მეზობლები. კუჭი გულდის მეზობერია, გული კუჭის მეზობერია, მარჯვენა ხელი მარცხენა ფეხის მეზობერია, მარცხენა ფეხი მარჯვენა ფეხის და არიან, ძმა არიან, დედა არიან, მამა არის. ხო, აი ესეთი რაღაცა, ეს ყველაფერი ან კლეტკურ უჯრედურად არის, ატომურ უჯრედურად არის ეს ფუნქციონური ინსტინქტები ჩადებული ჩვენს ბიოსისტემაში, ბიოსტრუქტურაში. და რა ქვია, ეს ასე გამოხატავთ ურთიერთობებს სხვადასხვა ადამიანებთან. რომ დავარქვით რაღაცა სახელს უწოდებთ ბებიას, ბაბუას, მაგრამ მე რო დავბერდები, მე თვითონ გავხდები ბებია, ბაბუა. მე თვითონ დავბერდები ბებერი, ახალგაზრდა, ახალგაზრდობის ჩისტოტაც მაქვს და სიბერის ჩისტოტაც მაქვს. ანუ ეს ყველაფერი, ეს უბრალოდ სიტყვები არის და ადამიანი ამ ტრანსფორმაციას გადის აი სისტემატურად. ამიტომ როდესაც გაიხსენებ მტერი ხანდახან ადამიანი თავის მტერი არის. მოყვარე ადამიანი, მოყვარე უბრალოდ სიტყვა არის. ეხლა ვისაც ძალიან უყვარხარ და აზეთ თუ პატივს აქცემს, კაი არის, თუ პატივს არ აქცემს, ცუდი არის. იმიტომ რომ აბმენ ენერგიები და ურთიერთობითი ენერგიები ამ დროს იძაბება და ჯდება ბლოკები და ამ ბლოკების მოშორება მერე ძნელია. ანუ მტერი რა არის? მტერი არის ესეთი ადამიანი, რომელიც პატივს არ აქცემს, ხო? და ხდება ამ დროს ბლოკები. ენერგოაბმენით ურთიერთობებზე, ენერგოინფორმაციულ კანალებზე ჯდება ბლოკები. და ნერვიულობს ადამიანი, ხო, აუ, რატომ ექცევა ესე, რა ცუდი ადამიანია და რაღაცა და ჯდება ბლოკები ამ დროს, ხო? მაგრამ კაი ადამიანი რო ალალი ადამიანია და სიკეთეს რო აკეთებს ერთთან ორთან საბთან იმის ურთიერთობებზე, ასე ვთქვათ, ბლოკები არ ჯდება. ყველას უყვარს ეს ადამიანი და ვირა ალალი ადამიანია, რა კაი ადამიანია, ხო? ანუ ბლოკები იმდენად არ ჯდება. და ეს მოყვარე, თითოეული ადამიანი თავის მოყვარია. და მტერი შეიძლება იყოს ადამიანი თავის მტერიც. აი ეს ჩისტოტაც არის ჩადებული ჩვენთან.
აი ესე ულამაზოთ ავარ და ეს ძალიან დაუშვად გავსუქდი და ესე არ უნდა გამეკეთებინა, იქ არ უნდა წავსულიყავი და ესე ნეტა იმას ესე რატო ვაპატიე და ეს იმას რატო უთხარი და ესე უნდა პირში უნდა მეთქვა იმისთვის ესეთი რაღაცა და ამ დროს თავისი ადამიანი მის მაგრატო თავისთავი დაიწყნავს და გადავიდეს პოზიტიურ განწყობაზე, ხანდახან ადამიანი თავის მტერია. მაგალითად ეხლა ლოთი რა არის? ლოთი თავის მტერია, ხო ლოთი არის სიტყვა, რომელსაც ვეძახით დაუშვათ ისეთ ადამიანს, რომელიც ვეღარ თოკავს ვერც ზღვარი არა აქ იმის ზომაწონა აერი არამსები ხო და დადის ну რამსარეული რა ქვია აერია მისამართები და დადის ესე ხო ვეღარც ემოციებს თოკავს ვეღარც დალევის მუღამით დაეკარგა უკვე რატოსავს ისიც აღარ ახსოვს რატოსავს და ასე შემდეგ და ვაფშეტა ლოთი რატო გახდა ისიც აღარ ახსოვს დაავიწყდა უკვე ხო რაღაცა დასაწყისი ხო და ლოთი რა არის ლოთი არის თავის მტერი ეხლა ესეთი პატარა მტერი ჩისტოტები ჩვენც აყვავს ხანდახან ჩვენა ვართ ადამიანები ჩვენი თავის მტერი თუ ეს მტერი ჩისტოტები ჩვენ თვითონ რაღაცნაირად არ გავანულეთ, არ გავანეიტრალეთ, არ გავანეიტრალეთ, აი მაგალითად მე დალევა მინდა, ხო აი გადავიტანე ყავაზე ყურადღება, ან ჩაიზე ყურადღება, ან გავისეირნი, ან რაღაც არმაროჟნი შევჭამე და არ დავლი. ერთი დღე არ დავლი, ორი დღე არ დავლი, სამი დღე არ დავლი და აღარ მინდა დალევა, всё გამიარა ამან, იმიტომ რომ მე გავანეიტრალე ის მტერი ჩისტოტები გავანეიტრალე. აი მე მინდა ძახა მტერი არის ვიღაცა და იმ კაცთან მინდა ვიღაცასა მივარდე, დავახჩო, ვეჭხუბო, თვალები ამოვთხარო. ხო? და მინდა რომ ეს დავწყევლო ის კაცი, მაგრამ ვიცი რომ ეხლა ამით მეც ბლოკები მექნება და არ მინდა ეხლა ჩემ ენერგიულ ინფორმაციულ კანალებზე ბლოკები მკონდეს, ხო? ამიტომ ვცდილობ რომ ეს აგრესია, ეს მტერი აგრესია, ეს შურისძიების ჩისტოტა ცოტა ჩავაქრო, ცოტა გავანეიტრალო, ცოტა გავალაითო, ცოტა დავამშვიდო, დავაწყნარო, ერთი კვირა გადავიტანე ყურადღება სხვა რაღაცაზე და რა ქვია, კი ეხლა მინდა ის კაცი გავლანძღო, მაგრამ ვფიქრობ რომ რა ქვია, დაუშვათ გალაქტიკი სუდი მიხედავს იმ კაცს და ვიშე სვეტრიესილები მიხედავენ იმ კაცს და რა ქვია, მადლობა უფალს, მადლობა ჩემ ვიშიას და ვიშე სვეტრიესილები დამეხმარებიან და დასჯიან იმ კაცს და ეს მივანდე, ასე ვთქვათ, ერთი კვირა, ორი კვირა, სამი კვირა, ერთი თვე, ორი თვე, სამი თვე, ეს მივანდე, ეს ყველაფერი დაუშვათ ვიშე სვეტრიესილებს, რომ ვიშე სვეტრიესილები უკეთესად გადაწყვეტავენ სელენი სევიშნი, უკეთესად გადაწყვეტავენ ამ ამბავს და უკეთესად ჩაუმაშორებენ ამ კაცს და უკეთესად დასჯიან იმ ბოროტ კაცს, რომელმაც მე შეურაცხყოფა მომაყენა და მე მინდა შური ვიძიო, ხო? და ეს შურის ძიების ჩისტოტა, ეს რა ქვია, გაბრაზების ჩისტოტა, გაბრაზების შურისძიების ეჭვიანობის ჩისტოტა, როგორღაც გადავიტანე ყურადღება სხვა რაღაცაზე და როგორღაც ჩავაქრე, გავალაითე, გავანეიტრალე კიდე, გავალაითე კიდე და ნელა გამიარა კაცო ამ გრძნობამ. და ამ მტერის დანახვაზე უკვე მეცინება და რასაც ცოდავია ეს კაცი, უკვე მეცინება ამ მტერის დანახვაზე და უკვე მეცოდება ამ მტერის დანახვაზე, რასაც ცოდავია ვიძახი, ეს უბედური, ეს რაღაცა, იმიტომ რომ ესა და აღარა მაქვს იმდენი ის ბოღმა აღარ მახრჩობს, იმდენი ის შურისძიებისა და ეჭვიანობისა და აი ჩხუბის ის აღარ მახსოვს, რომ აი მივარდე და დავახჩო ის კაცი და ყელი გამოუჭრა, იმდენი ის აღარ მახრჩობს, რა ქვია, იმიტომ რომ მე ეს ჩემ თავში, ჩემ ნერვებში, ჩემს გენეტიკურ, ასე ვთქვათ, იმპულსებში
ეს ცოტა გავა ნეიტრალე, გავა ლაითე და ეს მივანდე, ეს ჩემი ასე ვთქვათ, ტკივილი, შურისძიების, რაღაცა მარტოობის ჩისტოტა, ტკივილის ჩისტოტა, შურისძიების ჩისტოტა, ბაევოი ჩისტოტა, ეს რასაც ვეძახით ამას მტრობის ჩისტოტა, ეს მტერი შეიძლება მე ჩემი თავის მტერიც ავალ, ხო? და ვპატიობ ჩემ თავს და ვთხოვ ვიში ეს ვეტრიესილებს, რომ შემიმსუბუქონ დაუშვათ ეს რა ქვია შეცდომა გამომისწორონ და შემიმსუბუქონ ეს ასე ვთქვათ რაზრუშიწინი, სამარაზრუშიწინი პროგრამები როგორღაც მომხსნან. აი ესე ადამიანი ნელ-ნელა უნდა გადაერთოთ რაღაცა პოზიტიურ იმისაკენ, რა ქვია, აზროვნებისაკენ. ძალიან ძნელია სწორი აზროვნება კი არა, ერთი აზროვნებიდან მეორე აზროვნებაზე გადასვლა. თავის ტვინის ჭყლეტვა და ნერვების ჭყლეტვა არის, მაგრამ ნელ-ნელა რომ დაამუშავებთ ამ აი აფერმაციებს ეძახიან ამას თუ რაღაცა იმას ეძახიან, ნელ-ნელა რომ დაამუშავებთ ამ ყველაფერს, ხო? მერე მიხვდებით, რომ რა ქვია, თქვენ თვითონ გაგიადვილდებათ ცხოვრება. ეხლა მაგალითად მამაჩემი არ მიყვარს, ხო? და მამის სიტყვა, მამის გაგონებაზე მაგალითად მაქვს აგრესიები, ხო? მაგრამ ამ დროს უყურე მეც მამა ვარ. მეც მაქვს ქალის მხარეც, კაცის მხარეც, მამური მხარეც, დედური მხარეც. ხო, ხლა უყურე ჩემ მამურ ენერგიებს, მამურ ჩისტოტებს ბლოკავ მე ამით. შეხედე რა ხდება, ამიტომ ადამიანმა უნდა გადაიტანოს ყურადღება, რომ კი ეხლა ის სხვა მამა დაუშვათ მომაყენა შეურაცხყოფა რაღაცა და არ მიყვარს ეს სხვა მამა, მაგრამ მე მიყვარს ჩემი მამური მხარე, ჩემი მამური ენერგიები, ჩემი მამური ჩისტოტები, პატიობ დაუშვათ იმ მამას, რომელიც მე არ მიყვარს და ყველა მამას პატიობ, რომელიც არ მიყვარს, ვუკრძალავ ასე ვთქვათ ჩემზე ზეწოლას და ასე ვთქვათ გადავცემ ასე ვთქვათ ამ ჩემს რაღაცა გაუგებრობას, პრობლემას, პრობლემურ მხარის ინფოპაკეტებს მოსაგვარებლად დაუშვათ ინფოპაკეტები, პროგრამები რომ გამოსწორდეს დაუშვათ და ამ ინფორმაციას გადავცემ დაუშვათ ვიშეს ვეტრიესილებს, გალაქტიკის სუდებს, ანგელების, არხანგელების, ვიშეს ვეტრიეს ცივილიზაციების, გალაქტიკის ხრონიკებს, გალაქტიკის სუდებს, რომ როგორმე გამომისწორონ და შევემსუბუქონ ეს ტრამვა და ტკივილი და ამავე დროს აუკრძალონ იმ ცუდ დაუშვათ მამებს, ნუ ლოთი ნარკომანი მცემარამ, ტყეპარამ, გინარა არ აქვს მნიშვნელობა, ხო, ზოგს ყავს ესეთი მამა, რომელმაც ზიანი მიაყენა. და არ უნდა ამ მამის გაგებაზე, უფუ და ან დედა ყავს ესეთი, რომ მაგალითად დედამ გააჩინა და გადააგდო, ხო, და დედის გაგებას, ამიტომ ეს თავის თავშიც არის ეს ადამიანის ჩისტოტა ჩადებული და თავის დედურ მხარეს და მამურ მხარეს ზიანი რო არ მიაყენოს და რო არ დაიდოს ზედმეტი ბლოკები ენერგოინფორმაციურ კანალებზე, ეს ყველაფერი გადააქციოს პოზიტიურად. მიმიტევებია, всё, მომიტევებია, ის იყო წარსულში, რა ქვია, არ უყარვა, ნუ უყარვა, всё, აი დარდი, ვეღარ მომაყენებს ზიანს, მე ამას ინფოპაკეტების სახით გადავცემ დაუშვათ გალაქტიკის ანგელებს, არხანგელებს, გალაქტიკის სუდებს და ვთხოვ ანგელებს, არხანგელებს, რომ გამომისწორონ ეს შეცდომები, გამომისწორონ ეს სცენარები, გამომისწორონ ეს რა ქვია, урокები და ასევე გააკეთონ ზაპრეტი, რომ ვეღარ მომაყენონ ზიანი ვერავინ, ვერც იმ ცუდმა მამებმა და ვერც სხვებმა. აი ესე უნდა ნელა-ნელა გამოასწოროს ადამიანმა პოზიტიურად თავისი ისა რა ქვია, მდგომარეობა. იგივე მეზობერი აიღე ახლა, მე ჩემი თავის მეზობერი ვარ, მარჯვენა ხელი, მარცხენას მეზობერია, თითები ერთმანეთის მეზობლებია, ფეხები ერთმანეთის მეზობლებია, ძვლის ტვინი, თავის ტვინი, ნეკლები, ეს ერთმანეთის მეზობლებად ითვლება. აი ამ სიტყვებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს
და ეხლა მეზობლებზე რომ დავიწყო რაღაცა ისა, მეზობლები მაშინ უნდა კონკრეტულად დაასახელოს, მაგრამ ადამიანმა და ზედმეტი ბლოკები რომ არ გააკეთოს ენერგოინფორმაციურ კანალებზე, ეს ამბავი პოზიტიურად მიადოს, ვის შეესვეტრიესირებს, თხოვოს რომ ვის შეესვეტრიესირებო, გამომისწორეთ ეს პრობლემა, გამომისწორეთ ეს პროგრამა, გამომისწორეთ ეს შეცდომა, გამომისწორეთ ეს სცენარები, ასე ვთქვათ, პოზიტიურად ჩემთვის ასიკეთოთ და ასევე დააყენეთ ზაპრეტი, რომ ის უცხო სხვა მეზობლებმა ვეღარ მოგაყენონ ზიანი. რომ ენერგიებზე და ენერგოინფორმაციურ კანალებზე ზედმეტი ბლოკები არ მოხდეს და ზედმეტი დაძაბულობა არ მოხდეს. და თქვით, რომ მომიტევებია, პატიობ ყველას ის აპრეშავებს ეხნა მინას როლიხა პლუხავლიაც აწი ვეღარ და წარსულშიც ახლაც მომავალშიც ვანულებ ვაბათირებ ყველა ძლიერებთან ლიხიებთან პლახიებთან დოგორებს შეთანხმებებს პრივაცკებს პრისოსკებს აციკავ და ვთხოვი შეესვეტრიესირებს რომ გამომისწორონ временიერი ინიები временიე სცენარები ჩემთვის დადებითად bez ლავუშკები, bez манипуляტორები და bez ვამპირები და bez პადმენები. აი ესე როგორღაც ადამიანმა პოზიტიურად უნდა იმას აქნას რა ქვია განეწყოს აი ამ სიტყვების მეზობელი просто უბრალო სიტყვა. მაგრამ როდესაც ამაში ჩავდებთ ენერგიას მეზობელი უკვე ხდება ამ სიტყვის ფუნქცია ეძლევა ამ სიტყვას. და ამიტომ ამ სიტყვას რო ისეთი უკუღმართი, ანუ წაღმაუკუღმართული ფუნქცია არ მიეცეს, ანუ ჩვენთვის საზიანო ფუნქცია არ მიეცეს, უნდა ვთქვათ, რომ მაგალითად მადლობა მეზობლებს, პირველ რიგში ჩემ მეზობლებს მადლობა, ჩემ პირად ბიოსისტემის, ბიოსტრუქტურის ბიომატერიალების მეზობლებს მადლობა, ჩემ ჩაკრების ჩაკრალურ მეზობლებს მადლობა, ჩემ ფანტომურ მეზობლებს მადლობა, რა ჩემია შინაურ მეზობლებს მადლობა, შინაგან მეზობლებს მადლობა და გარეული მეზობლებს მადლობათ და ვანულებ ვაბათირებ დაგაურებს ყველა გარეულ მეზობლებთან, ყველა გარეულ შინაურებთან თუ რა ვიცი მეზობლებთან თუ რაღაცა და ასე ვთქვათ ტრანსფორმირდება სცენარები ჩემთვის სასიკეთოდ და ზაპრეშავი აწინა მინა ზლოლიხა პლუხავლიაც და ზაპრეშავი ერთმანეთზეც კიდე ზლოლიხა პლუხავლიანები აკრძალულია. ესეც შეუძლია ადამიანს თქვას. იმიტომ რომ ორი მეზობელი ერთმანეთს რო დაეტაკება, ხო, გარეთ. რა ქვია, ისეთი ხმაურია, ვერ გაჩერდება ადამიანი და უნდა უსმინოს იმას და ზაპრეშავი ჩემზე ზლოლიხა და ერთმანეთზე ზლოლიხა პლუხავლიანებსაც ზაპრეშაიო. აი ესე უნდა თქვას ადამიანმა. всё და მერე ვერც ხვებს ვერ ეჩხუბებიან. ვერც მე ვეღარ მეჩხუბებიან და დაიწყებენ გამოსწორებას. რო ვერავის ვეღარ ეჩხუბებიან და ვეღარავის ვეღარ მიაყენებენ ზიანს, დაიწყებენ ასე ვთქვათ გამოსწორებას უკვე, ხო? აი ასე.